სტეფან ფულესთან ჩაწერა, როგორ ხედავს ფულეს საქართველოს ევროპულ მომავალს და რუსეთის როლს ამ პროცესებში. ინტერვიუ ხათუნა გაბიევმა ჩაწერა და ევროკომისარს პირველი კითხვა უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფაზე დაუსვა. First what comes to my mind is პირველ რიგში მინდა თანაგრძნობა გამოხატო ტრაგედიის დროს დაღუპულთა ნათესავების მიმართ. ეს საზარელი ტრაგედია იყო. წიდან მშვიდობიანი მგზავრების ჩამოგდება იმედია ყველასთვის გამომაფხიზლებელი სიგნალი აღმოჩნდება. იმედი მაქვს რომ მხარეები გამოფხიზლდებიან და მიხვდებიან რომ საჭიროა ყოველთვის რთული მდგომარეობიდან მშვიდობიანი გამოსავლის ძებნა. კონკრეტულად მხედველობაში მაქვს სამხედრო აღჭურვილობა და რუსი სამხედროების მობილიზება უკრაინის საზღვრებთან. დღეს საქართველოს პარლამენტმა ასოცირების შეთანხმებას რატიფიცირება გაუკეთა. მანამდე ეს მოლდოვაში მოხდა, უკრაინაში კი უახლოეს მომავალში იგეგმება. ამგვარი თანმიმდევრობა თქვენი აზრით ხომ არ უკავშირდება ამ ქვეყნების რუსეთთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს? No, I don't think so. I think that არა, ასე არ ვფიქრობ. დროის შერჩევას თითოეული ქვეყანა თავისი პროცედურებით განსაზღვრავს. სამივე თქვენგანმა გადაწყვიტა რომ რატიფიცირება დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო. ვენი რომ საქართველოს შემთხვევაში დღევანდელი დღის სიკეთეებს მოქალაქეები უკვე სექტემბრიდან მიიღებენ. ფიქრობთ თუ არა რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და მისი რატიფიცირება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში ამ ქვეყნებს პრობლემას შეუქმნის? There is absolutely no reasons for that. ამისთვის მიზეზი არ არსებობს. ასევე არ არსებობს ლეგიტიმური საფუძველი იმისთვის, რომ ვიღელოთ ჩვენ პარტნიორებთან, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაუარესებაზე. დარწმუნებული ვარ, შეთანხმებების სიკეთეებს მხოლოდ ჩვენს მეზობლებს, ანუ თქვენ კი არ მოგიტანთ, არამედ საქართველოს მეზობლებსაც. კიდევ მსურს ერთი რამ დავამატო. ასოცირების შეთანხმება ჩვენს პარტნიორებს ისეთი არჩევანის წინაშე კი არ აყენებს, როგორიცაა რუსეთი ან ბრიუსელი. პირიქით, ასოცირების შეთანხმება აძლიერებს ჩვენს პარტნიორების სუვერენიტეტს. ვიმედოვნებ, რომ ახლა ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს იმ ტრადიციული ურთიერთობების გაძლიერებას, რაც ჩვენ პარტნიორებს რუსეთთან აქვს. ჩვენთვის ცნობილია გიგი ულავასა და ოპოზიციის სხვა ლიდერების დაკავებაზე, რასაც ხშირად პოლიტიკურად მოტივირებულსაც უწოდებენ ევროკავშირის მიდგომა. ითქვა ისიც, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გარანტიებს არ ნიშნავს. რამდენად რეალურია არასასიამოვნო სიურპრიზები და ხომ არ აისახება ეს დაკავებები უარყოფითად ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე? I don't see a reasons to talk. ვერ ხედავ არასასიამოვნო სიურპრიზებსა თუ უარყოფით შედეგებზე სასაუბრო მიზეზს. ხედავ მხოლოდ კანონის უზენაესობაზე, სასამართლო სისტემის გაძლიერების გაგრძელებაზე, ასევე პოლიტიკური გავლენებისგან მისი გათავისუფლებაზე საუბრის საფუძველს, რაც მნიშვნელოვანია. ეს ის საკითხებია, რასაც ყურადღებას მიაქცევენ წევრი ქვეყნები, მათი მხრიდან საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დროს. დღეს მე მოუწოდე ჩემი გამოსვლისას მთავრობასაც და ოპოზიციასაც მიმართონ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა ევროპული დღის წესრიგთან გასათანაბრებლად, რაც სიკეთეს მთელ საქართველოს მოუტანს. დავალდებულებები აიღო საქართველოს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებით, თემა რომელიც ყველაზე მეტად ქართულ ბიზნესს აინტერესებს. რეპორტაჟი ამ წუთებში მზადდება და მას გამშვების მსვლელობისას შემოგთავაზებთ. მანამდე კი ეროსი კიწმარიშვილის საქმე დღეს ინგა გრიგოლიას რეაქციაში სტუმრების შესახებ ჟურნალისტი თავად მოგვიყვება. ინგა საღამომშვიდობის დაგისმენთ. საღამომშვიდობისა, დიახ, დღეს ეთერში ზუსტად 22 საათზე გავა ამ სეზონის ბოლო რეაქცია. ალბათ ძალიან რთული იყო იმის პროგნოზირება, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი ბოლო გადაცემა ამ სეზონზე სწორედ ეროსი კიწმარიშვილის მოულოდნელ გარდაცვალებას დათმობოდა. გვეყოლება ძალიან ბევრი სტუმარი, ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა და მთავარი კითხვა დღევანდელი გადაცემის. როგორ ფიქრობთ, ეს ტრაგედია იყო თვით მკვლელობა თუ მკვლელობა, უბედური შემთხვევა თითქმის გამორიცხულია. გვეყოლება ბევრი სტუმარი სტუდიაში, ასევე პირდაპირ ჩართვებით. მე მინდა ჩამოვთვალო, ძალიან ბევრ დროს არ წაგართმევთ. მაია ნიკოლეიშვილი, ნანა ლეჟავა, ეკა ხოფერია, ქეთი ხატიაშვილი, ნათია კობერიძე, შალვა რამიშვილი, ვახო სანაია, სოფო ხორგუანი, ზაზა შენგელია, გია ხუხაშვილი, მალხაზ გულაშვილი, ბადრი ნანიტაშვილი, დათო შუკაკიძე და ასევე პოლიტიკური შეფასებებით ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი, თინა ხიდაშელი და გოგა ხაჭიძე, ასევე ჩვენი სტუმრები იქნებიან. ფიქრია ჩიხრაძე, რომელთან ერთადაც თავის დროზე სწორედ დააფუძნა ეროსი კიწმარიშვილმა რუსთავი 2 და მასთან ერთად სამართლებრივი შეფასებით მთავარი კითხვებით გამოძიებასთან მიმართებაში იქნება კახა კოჟორიძე. ასე რომ დაველოდოთ 22 საათზე ჩვენ ძალიან ბევრ ვერსიას მოვისმენთ და დაისმევა ამ სტუდიაში, ამ ეთერში ყველა ის კითხვა, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მაყურებელს შევთავაზებთ ბოლო 10 წლეულის ქრონიკა
პოლიტიკას იმ მკვლელობებისა თუ გარდაცვალებების, რომელიც დღემდე ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს და დავსვათ მთავარ კითხვას, დადებს თუ არა გამოძიება საბოლოო პასუხს თუ ეროსი კიწყმარიშვილის გარდაცვალებაც ასევე ბუნდოვან საქმეებში შევა. ზუსტად 22 საათზე ვართ პირდაპირ ეთერში. მადლობა ინგა, ასე რომ აუცილებლად დარჩით დღეს იმედზე. ეროსი კიწყმარიშვილის გარდაცვალების ადგილზე აღმოჩენილი იარაღზე თითის ანაბეჭდების იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. რუსთავი 2-ის თანადამფუძნებლის ძმის ზურა კიწყმარიშვილისა და დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით იარაღზე მხოლოდ ანაბეჭდების ფრაგმენტებია, რაც არ იძლევა საშუალებას დადგინდეს თუ ვინ მოახდინა გასროლა. ბალისტიკური ექსპერტიზის გარდა დღეს გამოიკვლიეს ეროსი კიწყმარიშვილისა და იმ პირების ტანისამოსი, რომლებიც პირველი აღმოჩნდნენ შემთხვევის ადგილზე, თუმცა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება ვერც ამ შემთხვევაში მოხერხდა. დღეს გაგრძელდა იარაღის ექსპერტიზა, ამჯერად გაკეთდა თითების ანაბეჭდი. საბოლოო პასუხი მე არ ვიცი, მაგრამ პირველადი პასუხით იარაღზე არ არის არც ერთი ანაბეჭდი, რომელიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის გამოდგება. სრულფასოვანი თითის ანაბეჭდების არ არსებობა არ მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება განვიხილოთ, რომ იქ ანაბეჭდები არ იყო. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ იყო თითის ანაბეჭდების ფრაგმენტები, რომლებიც იდენტიფიკაციისთვის ვარგისი არ არის. ეს შეიძლება გამომდინარეობდეს და უფრო გამომდინარეობს თვითონ ჩეზეს დიზაინი, დიზაინია მას ისეთი, რომ სახელურებზე აქვს საკმაოდ დიდი ჭდეულები. სხვადასხვა საექსპერტო დასკვნის გაცემისათვის საჭიროა სხვადასხვა დრო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თუნდაც იგივე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თითოეული დასკვნა უფრო დროში შემჭიდროებულ ვადებში დაიდება. კარგი იქნება უფრო და ლოგიკასთან ახლოც არის სამართლებრივად, რომ მოხდეს ყველა საგამოძიებო მოქმედებები, ანუ ყველა დადებული საექსპერტო დასკვნის ერთობლივი შეჯამება, რაც უფრო ნათელ სურათს დადებს რა სთან გვაქვს საქმე. ავიაკატასტროფა უკრაინაში, ვერსიები და ბრალდებები რეკლამის შემდეგ დაგველოდეთ. Boeing 767-ის კატასტროფის მიზეზები, ვითარება შემთხვევის ადგილზე და ურთიერთბრალდებები მოსკოვსა და კიევს შორის. რა მოხდა დონეცკის ოლქში, მსოფლიო ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიების მოლოდინში. 400%-იანი სესხი 15 წუთში, სწრაფი და მარტივი მომსახურება თუ გაორმაგებული ჯარიმა ვადა გადაცილებისთვის და საფრთხეებს შეიცავს ერთი შეხედვით მიმზიდველი წინადადება. ზაფხულის ეთერის სპონსორია Geocell-ის smartphone პაკეტი. ულიმიტო ინტერნეტი დღეში მხოლოდ 50 თეტრად. ისევ ფაღარათი. მე ვიღებ ზომებს ფაღარათის დროს კუჩნაზლავის ტრაქტის პირველი მოქმედებისას. მეც. მნიშვნელოვანია რომ კურნალობა დროული იყოს. მიიღეთ იმოდიუმი. იმოდიუმი რეკომენდებულია ფაღარათის დროს და ხალხს უწყობს სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნებას. იმოდიუმი ფაღარათის მკურნალობა სწორია. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ნამდვილი ექსპერტები ყოველთვის მიესალმებიან ინოვაციებს. წარმოგიდგენთ იაკობს მონარქ მილიკანოს, ხსნადი ყავის ახალი თაობა. იაკობს მონარქ მილიკანო ყავის მარცვლის წვრილად დაბქვის ინოვაციური ტექნოლოგიის მეშვეობით აერთიანებს დაბქვილი ყავის მდიდარ გემოსა და ხსნადი ყავის მომზადების სიმარტივეს. იაკობს მონარქ მილიკანო, ინოვაცია, დაბქვილი ყავა ერთიანდება ხსნადში. Tridelet ტელევიზორი, Samsung-ი, ფასი 1599 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი. მხოლოდ ჯანმრთელი თმა შეიძლება იყოს ნამდვილად სქელი. სხვა პროდუქტები მხოლოდ დროებით მოცულობას გვთავაზობენ. სადეთ პანტენის სქელი და ძლიერი. პანტენ პროვის ფორმულა თმას მთელ სიგრძეზე აღადგენს და მას შესამჩნევად უფრო სქელსა და ძლიერს ხდის. შესამჩნევად სქელი თმა, რომელიც დიდხანს გაგყვებათ. პანტენის სქელი და ძლიერი. სახელმწიფოს დახმარებით ახალი საწარმოები გაიხსნა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. სოფლის მეურნეობის სფეროში 74 ახალი საწარმო დაფინანსდა და გაძლიერდა 500-ზე მეტი. შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 30-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დარგი. გაშენებულია ახალი ვენახები, ხილის ახალი ბაღები. პროექტით გაცემულია 400 მილიონამდე ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი. და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ცხელი ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება Beeline-ისგან. 25 ლარიანი ულიმიტო Beeline Mix-ი. ისარგებლე ულიმიტო სასაუბრო დროით ნებისმიერ ქსელზე. გააგზავნე ულიმიტო SMS-ები. და გამოიყენე ინტერნეტი ულიმიტოდ. აკლიფეთ ფიფკი 110 ფიფკი 250 დიეზი. გაიაქტიურე ულიმიტო Beeline Mix-ი და მიიღე შეუზღუდავი კომუნიკაცია ყველაზე იაფად. მხოლოდ 25 ლარად. Beeline, ყველაზე დაბალი ფასი. მოიგე ჯეკპოტი 600,000 ლარზე მეტი და აიხდინე ყველა ოცნება. სიახლე რიკო კრედიტში. სალომბარდო სესხები 1.5%, ხოლო იპოთეკა 2%. რიკო კრედიტი. ზოგჯერ ჩვენ ვაძლევთ თავისუფლებას ვიყოთ თითქმის შეღებილი, თითქმის დიეტაზე, მაგრამ დავთანხმდეთ ამ დღეებში თითქმის სისუფთავეზე. საბენებისგან განსხვავებით, ობი პრო კომფორტი იწოვს სითხეს სხეულის შიგნით, ხოლო სპირალისებრი სითხის შამკეტი ღარები უკეთესად მიმართავენ სითხეს ტამპონის ცენტრისკენ. სუპერ დაცვისა და სისუფთავისთვის ობი რეკომენდებულია რუსი გინეკოლოგების მიერ. სცადეთ ღამით ობინაითი სილკ ტაჩის ფრთებით. სისუფთავე და სუპერ დაცვა 8 საათამდე. ჰარმონიული, გონიერი და ყველასათვის სასურველი. გიბიძგებს ცვლილებებისკენ. ახალი სარეცხი მანქანა Samsung 9000. გაწუხებთ ქვემოკიდურებში ტკივილი, სიმძიმე ან შეშუპება. ფრანგული პრეპარატი Tetralex-ი 2 ტაბლეტი დღეში სწრაფად და ეფექტურად მოგიხსნით ყველა სიმპტომს. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალურ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ 25 ლარიანი პაკეტი მეტით შეგიძლიათ ისაუბროთ ყველაზე იაფად. ეს კი ტელეფონია განმადების საუკეთესო პირობებით. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ შესაძლებელია მათი გაერთიანება. საინტერესო არა? შეიძინეთ HTC-ის უახლესი მოდელი საუკეთესო ფასად 25 ლარიან პაკეტთან ერთად და მიიღეთ ორმაგი სარგებელი ექსკლუზიურად ჯეოსელში. ან იქნებ ტელეფონი და უსასრულო პაკეტი გირჩევნიათ. საღამოს ეთერის სპონსორია ულიმიტო Beeline Mix-ი. Beeline, ყველაზე დაბალი ფასი. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ლუდი ჰერენჰოიზერი. ჰოიზერი, გერმანული ცხოვრების გემო. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ემარკულების დიდი გადაცვლა ამერიკან ექსპრესისგან. გემო გაუგე განახლებულ სასაჩუქრე კატალოგს და გამოიტანეს საუკეთესო ბრენდების ტექნიკა ნაკლებ ემარკულად. ქრონიკა გლობალ პირდაპირ ეთერშია. ვინესროლა Boeing 777 მსოფლიო პასუხების მოლოდინშია, ჯერ ბრალდებები და ვერსიები ისმის. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ კითხვაზე არსებობს პასუხი. ავიალაინერის საზენიტო სარაკეტო კომპლექს ბუკის რაკეტით არის ჩამოგდებული. უფრო შორს მიდის CNN-ი და სადაზვერო სამსახურზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რაკეტა რუსეთის ტერიტორიიდან გაუშვეს, თუმცა მოსკოვი ყველანაირი პასუხისმგებლობას იხსნის. პარალელურად უკრაინის უშიშროება სატელეფონო საუბრებს ავრცელებს, სადაც პრორუსი სეპარატისტები თვითმფრინავის ჩამოგდებაზე საუბრობენ. ამ წუთებში კატასტროფის ადგილზე EUTO-ს წარმომადგენლები იმყოფებიან. უკრაინა საერთაშორისო საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს. ქვეყნის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტში ამტკიცებენ, რომ კატასტროფის ტერიტორიას ტერორისტები აკონტროლებენ და გამოძიებას უშლიან ხელს. უკვე ნაპოვნია ორივე შავი ყუთი, თუმცა უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური ამ დრომდე ვერ ადასტურებს, ვის ხელშია საბორტო ჩანაწერები. დონეცკელი სეპარატისტები კი ამტკიცებენ, რომ მათ გამოძიებისთვის მოსკოვს გადასცემენ. უკრაინის ხელისუფლება გამოიძიებს ამ საზარელ დანაშაულს. ჩვენ ხელთ გვაქვს სამხილი, რომელიც მომხდარში სეპარატისტების მონაწილეობას ადასტურებს. ერთ-ერთი მოსაუბრე რუსეთის დაზვერვის სამმართველოს ოფიცერია. სატელეფონო საუბარი, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა ინტერნეტში გაავრცელა, შემდეგი შინაარსისაა. Только что сбили самолет
группа минера за Янакиева упал. Короче, стопудово гражданский борт. Понятно. А этот, как и, народу много там? Это пиздец. В обломки прямо во дворы падали тут. Вот так вот. Борт какой? Да я еще пока не разобрался, потому что я не был возле основной части. Вот так. Вооружение есть что-нибудь? Вообще ничего. Гражданские вещи, медицинские ошметки, там полотенце такое, туалетная бумага. По самолету, сбитым в районе Снежного Тереза. Ну? Это оказался пассажирский. Упал в районе Грабова, там море трупов, женщины, дети. Сейчас казаки там смотрят это все дело. თვითმფრინავი რომ ჩამოგდებულია ეჭვი არაბის ეპარება. გაურკვეველი მხოლოდ ისაა, რომელი ტერიტორიიდან ესროლეს სამგზავრო ლაინერს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბოინგის საზენიტო სარაკეტო კომპლექს ბუკით ჩამოაგდეს. ოფიციალური კიევი ხელს მოსკოვისკენ იშვერს. მინდა მიუსამძიმრო უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებადმა ტერორისტებმა იმსხვერპლეს. ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ამაზე პასუხი უნდა აგონ. გულისხმობ არა მარტო ტერორისტებს, არამედ რუსეთის ფედერაციას და კრემლის რეჟიმს, რომელიც ტერორისტებს ღიად აფარებს ხელს. კიევის ბრალდებას მოსკოვი კონტრბრალდებით პასუხობს. პუტინი ამტკიცებს, რომ ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებელი ის სახელმწიფოა, რომლის ტერიტორიაზეც თვითმფრინავი ჩამოვარდა. თავი დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მას იმართლა. ეს ტრაგედია არ მოხდებოდა ამ ტერიტორიაზე მშვიდობა რომ ყოფილიყო და სამხედრო მოქმედებები არ განახლებულიყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა იმ სახელმწიფოს ეკისრება, სადაც ტრაგედია დატრიალდა. 17 იუля 17 იulis რუსეთის შეიარაღებული ძალები საერთსაწინააღმდეგო სისტემები აღნიშნულ რაიონში არ მუშაობდნენ. ამასთან Boeing 777-ის რეისი რუსეთის საერთსაწინააღმდეგო სისტემის მოქმედების ზონაში არ მიფრინავდა. მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი Boeing 777 დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტში გუშინ საღამოს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. უკვე დადასტურებულია, რომ Boeing-ით 10 ქვეყნის მოქალაქეები მგზავრობდნენ. გარდაცვლილებს შორის ჰოლანდიელი სენატორი და ტელეკომპანია BBC-ს ყოფილი თანამშრომელიცაა. კატასტროფის დეტალების დასადგენა წამყვანი ქვეყნების საგანგებო სხდომებზე მსჯელობენ. ობამა პუტინს და პოროშენკოს ურეკავს და უკრაინაში საკუთარ ექსპერტებს გზავნის. ყველა შეშფოთებულია, თუმცა ხის განცხადებებს ერიდებიან. ერთადერთი, ვინც რუსეთთან მიმართებაში ყველაზე მკაცრი იყო, ეს შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონია. საბედისწერო რეისის პოლიტიკურ რეზონანსზე გურამ როგავა საუბრობს პირდაპირ ეთერში. საბედისწერო რეისი ამსტერდამი კუალა-ლუმპური უკვე მეორე დღეა მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრშია. გზას ამსტერდამიდან უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონამდე ექსპერტები დაწვრილებით სწავლობენ. არავინ დაობს იმაზე, რომ Boeing 777 ჩამოაგდეს. პასუხგაუცემელი კითხვებია, ვინ და რატომ. უკრაინა მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს, რუსეთი კი თითს უკრაინისკენ იშვერს. უკრაინასთან მუდმივ კონტაქტშია შეერთებული შტატების თითქმის ყველა უწყება. გაერომ საგანგებო სხდომა მოიწვია. კრიზისული სიტუაციის დასაძლევად კი საგანგებო კომიტეტი კობრა იმართება დიდ ბრიტანეთში. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ფაქტი დღემდე გამოუძიებელია. მსოფლიო პოლიტიკური ორგანიზაციები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას იწყებენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა დღეს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. ორგანიზაცია გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს. კრიზისული სიტუაციის დასაძლევად დიდმა ბრიტანეთმა საგანგებო კომიტეტი კობრა მოიწვია. დიდი ბრიტანეთი და გერმანია საერთაშორისო გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნას სხვა ქვეყნებიც უერთდებიან, თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაკისრების აუცილებლობას ამჯერადაც ვერ ხედავს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მინდა აღვნიშნო, რომ თვითმფრინავის ამბის შემდეგ ჯერ 24 საათიც არ გასულა. ამ მომენტისთვის ჩვენ დამოუკიდებელი გამოძიება უნდა დავიწყოთ. ფიქრობ, დასკვნების გამოტანა ნაადრევია. მომხდარს საშინელი ტრაგედია უწოდა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და უკრაინას ამერიკელი ექსპერტების დახმარება შესთავაზა. იგი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა. უკრაინა რუსეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. ეს არის საშინელი ტრაგედია. ჩვენ მზად ვართ გამოძიებაში აქტიურად ჩავერთოთ. შეერთებული შტატებიდან ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით უკრაინაში ექსპერტები უკვე გაემგზავრნენ. ისინი კატასტროფის დეტალებს ადგილზე შეისწავლიან. Have been shot down, not an accident, blown out of the sky.
სანამ ტრაგედიის დეტალები გაირკვევა, მსოფლიო ლიდერები ხისტ განცხადებებს ერიდებიან. ერთადერთი, ვინც დღეს კატეგორიული პოზიცია ღიად დააფიქსირა, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანია. ჰილარი კლინტონის თქმით, თუ მომხდარში რუსული კვალის არსებობა დადასტურდა პუტინს, საკმაოდ ძვირი საფასურის გადახდა მოუწევს. თუ არსებობს მტკიცებულებები, რომ დონეცკში მომხდარ კატასტროფასთან რუსეთი აკავშირში, მაშინ ამან ევროპელებს უფრო მეტი ნაბიჯებისკენ უნდა უბიძგოს. პირველ რიგში მათ უნდა გაამკაცრონ სანქციები და ეს იმდენად მკაფიო უნდა იყოს, რომ რუსეთმა გაიგოს, ეს მას ძვირად დაუჯდება. უკრაინასთან მუდმივ კონტაქტშია შეერთებული შტატების თითქმის ყველა უწყება. გაიმართა სენატის დახურული სესიაც. სენატორმა ჯონ მაკეინმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავიაკატასტროფის უკან სავარაუდოდ სეპარატისტები დგანან, რომლებიც იარაღით რუსეთიდან მარაგდებიან. ავიალაინერის დაღუპულ მგზავრებს მსოფლიოს მასშტაბით გლოვობენ. ამსტერდამსა და მალაიზიაში, ასევე ჰოლანდიის საელჩოსთან კიევში მოქალაქეები ერთობლივ ლოცვას აღავლენენ. მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა, რომ ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზით გაირკვევა. ბოინგი 777-ის ტრაგედია შტატებისა და ევროკავშირის მიერ მოსკოვისთვის სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილებას დაემთხვა. მალაიზიის ავიახაზების ბოლო მონაცემებით ბორტზე 10 ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, სულ 298 ადამიანი. როგორც დღეს გაირკვა, ხომალდზე კიდევ 2 მგზავრი უნდა ყოფილიყო, თუმცა ისინი ტრაგედიას გადაურჩნენ, რადგან რეისზე დააგვიანდათ. შოკში ვარ. ჰააგადან ამსტერდამში ტაქსით მოვდიოდი და რეისზე დამაგვიანდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მეორე შანსი მომეცა. ხაზების კუთვნილი ბოინგის ჩამოვარდნის გარემოებებისა და დამნაშავეთა გამოსავლენად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საერთაშორისო გამოძიებას იწყებს. ამის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ განაცხადა. ჩვენ ცოტა ხნის წინ თემაზე ვესაუბრეთ სამხედრო მიმომხილველს ირაკლი ალადაშვილს. მისი ინფორმაციით, საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, რომლითაც 10 კილომეტრის სიმაღლიდან თვითმფრინავის ჩამოგდებაა შესაძლებელი, აქვს როგორც უკრაინულ მხარეს, ასევე პრორუს ტერორისტებს, თუმცა, როგორც ალადაშვილი ამბობს, ამ დროისთვის არსებული ყველა მტკიცებულება რუსეთის ბრალეულობაზე მიუთითებს. ბევრი ფაქტია, მე ხას უსვენ ძალიან ბევრი ფაქტი, რომლებიც ადასტურებენ, რომ ის სწორედ ჩამოგდებული იქნა ბუკის ტიპის საზენიტო რაკეტით და რომელიც გაშვებული იქნა სწორედ იმ დანადგარიდან, რომელიც შეყვანილი იქნა რუსეთის ტერიტორიიდან დონეცკის სიახლოვეს ქალაქ სნეჟნოესთან და იქიდან იქნა გასროლა შესრულებული. დონეცკთან მომხდარი ტრაგედიის გამო ავიარეისების დადგენილი მარშრუტები შეიცვალა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის